მოგესალმებით, მეგობრებო. მე ვარ ირაკლი ლომოური, ლიტერატორი, მწერალი. და გამოვდივარ რუსთაველზე. აკაცუკი ვარ, სუარმცხვენი ამ მეტსახელის თუ სახელწოდების. გამოვხატავ ჩემ პროტესტს. არ შემიძლია შევეგუო ამ უსამართლობას, ამ ბოროტებას, ამ ძალადობას, ამ სიყალბეს და სახში ჯდომა და მდუმარედ ყოფნა ჩვენთვის არის შეუძლებელი. ფანტასტიკა შემიყვარდა ბავშვობაში, იმიტომ რომ მამაჩემს ჰქონდა გამოწერილი თანამედროვე მსოფლიო თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკა, რუსულ ენაზე ვკითხულობდი და 11-12 წლიდან ისე შემიყვარდა, როცა დავიწყე ამ წიგნების კითხვა, რომ ეს გახდა ჩემთვის მთავარი ინტერესი. აი ბავშვები ხო მაინ რიდს, ფენიმორ კუპერს და ესეც სათავგადასავლო ინდიელებზე და კოლბოებზე კითხულობენ, ხო რაღაც. მე ეს პრაქტიკულად გამოვტოვე თითქმის. თუმცა რაღაცები წავიკითხე, მაგალითად საბატინის, კაპიტან ბლადის, მოკლედ რაღაცები წავიკითხე, მაგრამ ჩემთვის ფანტასტიკა იყო იმდენად მომხიბლავი და იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად რაღაცა მახლობელი, გაქცევის საშუალება იყო თან სხვა სამყაროში გადას, თავის ხსნის რაღაცა მახსოვს პირველი მოთხრობა, რომელიც ჩემმა დამ წამაკითხა, ეს იყო რეი ბრედბერის კალეიდოსკოპი. თვალშორის ეხლა ვთარგმნე რამდენი წელი წინათ, ქართულად ნათარგმნია, მაგრამ აშკარად რუსულიდან არის ნათარგმნი. მე ხელახლა ვთარგმნე ის მოთხრობა, რომელიც ცხოვრებაში იყო პრაქტიკულად ერთ-ერთი პირველი, თუ არა მართლა პირველი ფანტასტიკა. რეალურად ეს ბიბლიოთეკა თანამედროვე მსოფლიო ფანტასტიკის გახდა ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხავი ბავშვობაში და ახალგაზრდობაშიც. და დღემდე მიყვარს და მე თვითონ წერ ფანტასტიკას. რასაც აიგივე ეს კრებული. ეს არის ალტერნატიული საქართველოს ქრონიკები. ანუ როგორი არის ალტერნატიული საქართველო, იცით, რომ არ შეიძლება მაგალითად ჩემს სამყაროში და ჩემს წარმოსახვაში ქვეყანა ჯორჯოპონია. ჯორჯოპონია არის თან იაპონია, თან ჯორჯი, ანუ საქართველო. ეს არის ფანტასტიკა, ეს არის არარსებული წარმოსახვითი გამოგონილი სამყაროები, სადაც ისეთი რაღაცა ხდება, რაც ჩვენ დაგვაფიქრებს საკუთარ თავზე და საკუთარ ცხოვრებაზე და ეს თან ირონიაც არის ამაში, თან რაღაცა ასოციაციური აზროვნების შედეგად რაღაცა ახალი ჩდება, შეიძლება ტრაგიკული იყოს ერთდროულად და თან კომიკური, ტრაგიკომიკური, აბსურდული და თანაც სასაცილო, საინტერესო, სახალისო. ჩემი ფანტასტიკა არის აი ამ სტილის, თვითონ ეს კრებულიც, რომელიც მე და ჩემმა დამ მე ერთად გამოვეცით, ოღონდ ერთად არ დაგვიწერე, რაც აქ არის, ცალ-ცალკე დავწერეთ და ერთ კრებულში მოვათავსეთ. აი ეს მობიუსის ლენტი არის, აქ როგორც ხედავთ, ამ მობიუსის ლენტის თვისება ხო ის არის, მებიუსის, რომ ერთი სიბრტყეა, ორი მხარე აქვს, მაგრამ ერთი სიბრტყე ისეა გადაგრეხილი, რომ აქ ჭიანჭველამ რომ დაიწყო სიარული ერთ სიბრტყეზე, ისე შემოუვლის ორივე სიბრტყეს, რომ გადაკვეთა არ მოუწევს საზღვრის, კიდეზე არ გადავა. ხო და აი ეს უკვე პარადოქსია, ეს უკვე ფანტასტიკა, ეს უკვე რაღაცა წარმოუდგენელი რამეა, ხო? ხო და აი ეს ჩემი დის და ჩემი
მოთხრობები ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი გასაჭირის, ჩვენი უბედურების, ჩვენი მარაზმის მხატვრული ასახვა თუ გამოხატულება. ძალიან მარტივად თუ ვიტყვი, ჩემთვის ბავშვობა, სკოლა, ის რეალური სამყარო იყო ლამისა კატორღა და ლამისა ჯოჯოხეთი. შეიძლება ძალიან ხმამაღლა ჟღერს. ყველა ხო ამბობს, რომ ბავშვობა იყო ბედნიერება, ბავშვობა იყო შესანიშნავი, სიხარული და ასე შემდეგ. ჩემთვის ბავშვობა იყო კოშმარი. როცა განცდა მქონდა, რომ არავის არ ვაინტერესებდა, არავინ არ მეკითხება, რა გინდა. ეხლა როცა უკვე გრძნობ თავს პიროვნებად, მოთხოვნილება გაქვს რაღაცა სულიერი ერთობა ძალიან ხმამაღლა ჟღერს. ემოციური კონტაქტი. ხო და ჩემთვის ლიტერატურა და წიგნის კითხვა იყო გაქცევის საშუალება, თავის გადარჩენის საშუალება. და მაგიტომაც დავიწყე ბეთიონ წერა, რომ აი ამ კოშმარს, ამ მარაზმს, რაშიც ვიყავი, მოვშორებო. ეხლა შეიძლება თქვენ გულში ფიქრობთ, რომ რა იყო ეგეთი საშინელება რეალურად, გარეგნულად, ეს არაფერს არ გამოიხატებოდა. ვიყავი ერთი გულჩათხრობილი წესიერი იმ გაგებით, რომ არც ხულიგნობის და არც ცელქობის და არც რაღაცა იმის არც თავი მქონდა და არც დიდი სურვილი. უბრალოდ აი წიგნის ჭია, ეს სიტყვა არ გამოთქმა მაინც არ მიყვარს, მაგრამ ეხლა გამახსენდა უბრალოდ. აი ვიჯექი ვკითხულობდი, ეზოში იშვიათად ჩავდიოდი, იმიტომ რომ ფიზიკური და სპორტული მონაცემები არ ქონდა, თავიდანვე ვიყავი ახლო მხედველი, საშინლად ცუდი ის ქონდა მხედველობა და ფიზიკურადაც ვერ ვიჩენდი თავს. ხო და აი მაგალითად ჩემი კლასელები როცა ფეხბურთს თამაშობდნენ, მე ვიდექი და უყურებდი. ეს იმხელა ტრამვაა ბავშვისთვის. იმხელა, ხო და პლუს სკოლა იყო კატორღა ჩემთვის რატომ? იმიტომ რომ იყო ფარისევლობა, იყო ტყუილი, იყო ყველაფერი, იყო ზედაპირული და იყო კოშმარი, კატასტროფა. ხო და აი ახლა რაც მინდა დავწერო დიალოგი შინაგან ბავშვთან. იქ ჩემი ბავშვობის გახსენებებიც იქნება და აგრეთვე იქნება ის აქვია სამეცნიერო პოპულარულ ენაზე გადმოცემული ინფორმაცია, თუ როგორ უყურებს თანამედროვე ფსიქოლოგია შინაგანი ბავშვის ფენომენს. იმიტომ რომ ეს შინაგანი ბავშვი ჩემში დღესაც არის, ხო? მე მწერლობა კი არ მინდოდა ეს, ეგრე ალბათ არც ხდება, რომ აი თქვა 12 წლის ასაკში თქვა უთხრა შენთანს მე გამოვალ მწერად. თუმცა შეიძლება ვიღაცას კიდევაც ჰქონია ეგეთი გამოცდილება საკუთარი. უბრალოდ ჩემთვის წიგნი და ლიტერატურა იყო თავდაცვის გამოსავალი იყო, თავდაცვის საშუალება, ესკაპიზმი იყო. ესე გაქცევა იყო აი ამ სამყაროდან. ჩემთვის ცხოვრება იყო ლაბირინთი. აი კაფკას ნაწარმოებები რო გაიხსნათ, აი მიდიხარ რაღაცა შავ ბნელ წყდიადით მოცულ ლაბირინთში, რაღაცა გვირაბში, არ იცი სად მიდიხარ, არ იცი ვინ ახარ, არ იცი რატო ხარ, რა არის ეს და იმის ქვია გვირაბის ბოლოს არ ჩანს არაფერი, არავითარი ნაფერწყალი და არავითარი შუქი და სინათლე. აი ეგეთი განცდა მქონდა, რომ ცხოვრება არის აი ესეთი უაზრობა. და ეგეთი უაზრობა თუ არის, ესე იგი ცხოვრება არ ზღირს, ხო, რეალურად. პირველი რაც მე გამოვაქვეყნე
დაუწერე ეს 20 წლის ასაკში ეს მოთხრობები და გამოქვეყნდა 1982 წლის ჟურნალ ცისკრის დამატება ნობათში. ეს იყო შეიძლება გაგიგიათ აკლემების კარავანმა რომ გაიარა მეტროში. ხო და მეკითხებიან ხოლმე ხშირად რა სიმბოლიკა, რა ჩადე ამაში. ხო და მე პასუხი არათარის სიმბოლიკა არ არის. ეს არის უბრალოდ რეალური აღქმა იმ აბსურდის, რომელიც მე მქონდა და საიდან გამიშდა ეს იდეა თვითონ. ღამე იყო, გვიან იყო უკვე მეტროც მალე დაამთავრებდა მუშაობას, ნასვამი დავბრუნდი, სტუდენტი ვიყავი და გადმოვედი აი ამ გაჩერებაზე პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ვაპირებ სახლში წავიდე და სული ის იყო სიჩუმე და კაციშვილი არ იყო. ეს მატარებელი წავიდა და დგევარ და რაღაცა ესეთი რაღაცა განწყობა დამეუფლა თუ რაღაცა და უცებ წარმოვიდგინე თუ დავინახე როგორ ჩაიარა კარავანმა, აკლემების კარავანმა. ხო და ნუ მე სახლში რომ მივედი, მეგობრებო იმისა რომ ნასვამი ვიყავი, დავიწყე წერა. და ეს რაღაცა იმპულსი იყო, რაღაცა შინაგანი, რაღაცა ხო და რაზეა ეს მოთხრობა რომ მეკითხებიან. ეს არის გაქცევის შეუძლებლობაზე, რომ ვერ გარბის. აი ის ბიჭი, რომელიც დაიკარგა ეს ერთი ჯინსებიან ტყავის ქურთუკიანი და მამოშვებული. მოკლედ, ეს არის აი აბსურდი, სამყარო აბსურდულია და აი ამ აბსურდის განცდა, ჩემთვის იმდენად ძიმე იყო, რომ ამისგან განთავისუფლების მოთხოვნილება მქონდა და რაღაცა არაცნობიერ დონეზე თუ ქვეცნობიერ დონეზე აი ეს გარდაისახებოდა რაღაცა მხატვრულ ტექსტში. შეიძლება ხა არაფერი დიდი მხატვრული ეს ტექსტი არ არის, მაგრამ ნუ რაღაცით მაინც საინტერესოა ალბათ და ამიტომაც გავცელდა ეს ჭორად ქალაქში და მერე სკოლის სახელმძღვანელოშიც მოხდა. აი ის რაც დღევანდელ დღეს ხდება თუნდაც რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანი შეიძლება ციხეში ჩასვა, ამაზე მეტი აბსურდი და ამაზე მეტი მარაზმი შეიძლება იყოს ტროტუარზე დგომის გამო. ხო და ნუ მე მგონი რომ ყველა ადამიანმა ვისაც აქვს განცდა ღირსების შეგრძნება, რაღაცა სიმართლის, ადამიანობის, ჰუმანიზმის, არ ვიცი, წესიერმა ნორმალურმა ადამიანმა ხმა უნდა ამოიღოს. არ შეიძლება ჩუმად ყოფნა, იმიტომ დუმილი არის თანამონაწილეობა. შენ ეთანხმები ამ ბოროტებას, ამ უსამართლობას და როგორ ძლებს ეს ხალხი, ჩემს შორის, მათ შორის, ჩემი ბევრი ახლობელია, ბევრი ნათესავი და მეგობარი ძველი, რომლებიც ჩუმად არიან, ხმას არ იღებენ. და საუბედუროდ ურთიერთობას აღარ გამოდის სამწუხაროდ. ხო და მე კიდე როგორ ავარ, იცით? როდესაც შემილია აი ფიზიკურად თუ მაქვს თავი, ყოველთვის გავდივარ საღამოობით და იქ რუსთაველზე ჩემი სკამი მიმაქვს დასაშლელი, იმიტომ რომ ფეხზე დგომა მიჭირს. ყველა მართლა ისე გამოხატავს თავის პროტესტს, როგორც შეუძლია. ზოგჯერ ეს სპონტანურადაც ხდება. იყო რაღაც მომენტი, როცა დავინახე, რომ ქუჩა არის გადაკეტილი და მამაკაცი წევს და რაღაცა იმპულსი იყო და ეს მოხდა წინასწარი განზრახვის და წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. უბრალოდ იმ მომენტში გამახსენდა ბექა ქურხულმა წინა დღეს ჩაიარა, დამინახა, მე აქ ვიჯექი ზუსტად ამ ადგილას
სკამზე, ჩემს სკამზე, გასაშლელ სკამზე და მაინც გადავკეტავთ. რაღაცა ხოდა ეს გამახსენდა რომ ბექარო უკვე იმ მომენტში უკვე წასული იყო მგონი უკრაინაში. თუ მიდიოდა. ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში გამახსენდა და ჩემ თავს უთხარი რომ ბექარო აქ იყოს მეთქი. ხო, არ გაჩერდებოდა ტროტუარზე და გადავედი და დავჯექი, გავშალე სკამი და დავჯექი. ეს იყო რაღაცა იმპულსი. რაღაცა ვიბიძგა რაღაცამ რომ რაღაცით უნდა გამოვხატო რომ მარტო ჯდომა სკამზე, ტროტუარზე არ არის საკმარისი. ხო და ეს რაღაცა თავისთავად მოხდა წინასწარი რაღაცა მოფიქრებული არ იყო გეგმა თუ სპეცოპერაცია. მე მგონი რომ ესაა მთავარი რომ ჩვენ ყველამ ვცადოთ გავაკეთოთ ის მინიმუმი, ის რაღაცა რაც ჩვენი გასაკეთებელია და ჩემი გასაკეთებელი არის ალბათ რომ ადამიანს ადამიანურად მოვეპყრა და ადამიანური რაღაცა დავწერო და წავაკითხო და ვაგრძნობინო, იმიტომ რომ თანაგანცდა მთავარი. ჩემთვის ლიტერატურა არის თანაგანცდა. თავიდან ეს ქვია აი ამ მეტროში აკლემების პერიოდიდან მოყოლებული, ეს ყველაფერი იყო რაღაცა თითქოს გაუგებარი, მაგრამ ეხლა ჩემთვის აი ამის გადალახვა, აი ამ აბსურდის ხდება იმით, რომ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანი იგრძნოს და ემპათია მთავარი, ემპათიაა და თანაგანცდა მთავარი და მხოლოდ ერთად აღებულ ადამიანობას, ერთად ადამიანებს ურთიერთგაგებით და ურთიერთ თანალმობით, თანაგრძნობით და ურთიერთდახმარებით შეგვიძლია გადავირჩინოთ თავის და ეს ქვეყანას გადავარჩინოთ. არ შეიძლება ყოფნა დუმარეთ და სამზარეულოში რაღაცა ჩურჩული ვაიმე არ დამიჭირონ, არ გაიგონ. მე მგონი პირიქით, რაც უფრო ხმამაღლა იტყვი, მით უფრო მეტი შანსია რომ ამ ქვეყანას ეშველება და ჩვენ ყველას გვეშველება. თუ ჩვენ ყველანი ჩუმად ვიქნებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე დავკარგეთ ყველაფერი, ქართველობას, ადამიანობას, მომავალიც და დასრულდება ამით ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ისტორია. მაგრამ ჯერ არ დასრულებულა, იმიტომ რომ არის ხალხი და ეს არის არაჩვეულებრივი ხალხი, არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლის ნაწილს ვიცნობდი, ნაწილი გავიცანი. ვინც დგანან რუსთაველზე, ვისაც აკაცუკებს ეძახიან და მე ძალიანაც მომწონს ეს სახელწოდება, მე ვამბობ, დიახ, მე აკაცუკი ვარ. და სხვათა შორის აი ახლა კრებული გამოვა მალე გამომცემლობა ინტელექტში. და იქ არის ბოლო ზღაპარი აი აკაცუკებზე. პირდაპირ აკაცუკები წერია. ადამიანები უნდა მივხვდეთ, უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩვენი საკუთარი თავისთვის კი არ ცხოვრობთ. ან თუნდაც ცხოვრობთ ჩვენი ოჯახისთვის და ჩვენი ცოლ-შვილისთვის, ან მეგობრებისთვის. არამედ ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისგებლობა, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა, გადავარჩინოთ, უპატრონოთ და ეს მომავალი კონდეს ამ შესანიშნავ ახალგაზრდობას, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან, გადასარევი და მე მგონი, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. დაფიქრდით, გააკეთეთ ის თქვენი ნაბიჯი გადადგით, არჩევანი გააკეთეთ. მიხვდით, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახისთვის ცხოვრება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვენ რაღაცა თქვენი ვალი თუ ვალდებულება თუ მორალური რაღაცა მისია ამ ქვეყნად შეასრულოთ. ელემენტარული რაღაცაა. ნუ შეურიგდებით, ნუ შეუგუებით ამ უსამართლობას, ამ უბედურებას, ამ ძალადობას, ამ ტყუილს, ხო ფაქტი რომ ტყუიან, გვატყუებენ. საშინელი რაღაცეები ხდება და ჩვენ კიდე ამას მდუმარეთ უნდა ვითმენდეთ, არ ვითმენთ, არ მოვითმენთ, არ შევეგუებით და კი ბატონო მოვიდნენ და წამიყვანდნენ ჩამსვანმეც. აი ზვიად რატიანი როზის, ზვია ამაღლობელი როზის. აი რა
აი როგორ შეიძლება ამასთან შერიგება და ჩუმად ყოფნა როგორ შეიძლება გავჩუმდეთ და კიდე რამდენი ერთი ახალგაზრდები სტუდენტები წარმოუდგენელი უსამართლობა წარმოუდგენელი არაკაცობა არაადამიანობა რაღაცა საშინელება იცით რა ეს არის სინდისის ზნეობის მორალის რაღაცა შინაგანი ადამიანობის გამოხატულება მე უბრალოდ სინდისი არ მაძლევს უფლებას რომ ჩუმად იყოს სინეიდოს ამაზე ლექციას ვკითხულობდი სინეიდოს არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს თანაცოდნას ანუ როცა ადამიანმა იცის და თვითონ აფასებს თავის აქციებს და თვითონ იცის რომ შეიძლება რაღაც დააშავა და სინდისი ქეჯნის სინდისი თუ შენ კარნახობს რომ აი რაღაცა რომ გააკეთა რომ გაჩუნდი ეს იყო ცუდი არასწორი და შენ უნდა ხმა მოიღო იმიტომ რომ უსამართლობას არ უნდა შეურიგდე ქრისტიანობა რაში მდგომარეობს ადამიანმა მოყვას ის გულისთვის თავი უნდა გაწიოს ქრისტემ ძეხვთისამ გაწირა თავი ცოდვილი ადამიანებისთვის და ჩვენ ერთმანეთს უნდა ისევე ვეპყრობოდეს როგორც ქრისტემ მოგვეპყრო როცა ფაქტობრივად რა გააკეთა ქრისტემ ხო რომ აი წარმოვიდგინოთ რომ ადამიანი ზის ერთკაციან საკანში და აქვს მისდილი სიკვდილი და უნდა სიკვდილით დასაჯონ და უცებ შუაღამისას მოდის ვიღაცა ვინც ეუბნება რომ იცი რა აი მე ახლა აქედან შენ გაგაპარებ და შენს მაგივრად მე დავრჩები და მე ავიღებ ამას ჩემ თავზე ამ უსამართლო სასჯელს და ამ კაცს გააპარებს თვითონ დარჩება და მას მოკლავენ აი ეგ არის ქრისტე ყოველ ჩვენთან მოდის ჩვენთაგანთან მოდის რომ გვიშველოს და ჩვენ ერთმანეთს უნდა უშველოთ ღვთის და მოყვას სისხლის თუ არ ვიცხოვრებთ მაშინ აზრი არ აქვს ამ ცხოვრებას ხა შეიძლება არაფერს ახალს არ ვამბობ რა შეიძლება რომ ვთქვა უბრალოდ თანაგანცდა თანალმობა თანაგზნობა თანადგომა არის ის რაც ადამიანს აქცევს ადამიანად ხო და ერთადერთი ეგ მინდა რომ რაღაცნაირად გამოვხატო იმიტომ რომ სხვა მე არაფერი არ დამრჩენია ჩემი მწერლო მე არ მაქვს პრეტენზია და არ მაქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ მწერლობაზე მაგრამ ის რასაც მე ვაკეთებ ის არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ნაღდი შეიძლება ცოტა ესეთი სიტყვა ჟარგონული მაგრამ ნამდვილი ჩემთვის და რომელიც გულიდან მოდის გულიდან მომდინარე სიტყვა ეს არ არის რაღაცა მხოლოდ მოფიქრებული ან რაღაც ეს არის ინტუიციის დონეზე დაწერილი ის რაც გულს ეხება და მინდა რომ სხვის გულსაც შეეხოს ჩემი გულიდან ამოსულია ეს არის ჩემი ცხოვრება და ეს მე მაწუხებს ეს მე მავსებს მაღელვებს და ამის გამოხატულება არის ის რაღაცა ახლა ვიღაცა შეიძლება მეტყის რომ რა არასერიოზული ადამიანი ხარ რა დროს ზღაპრებია ზღაპრები ჩემთვის არის მართალი სიმართლე რომელიც სხვა ფორმით არის გამოხატული ეს არის არჩევი ძალიან წვრილი შრიფტია აი აქ წერია სახალხო ზღაპრები და ზღაპრული ამბები მთელი ოჯახის ამ დიდ პატარა მკითხველისთვის ეს არის ამ წიგნის PDF-ი ხო და აი დონალდ ბისეტის ისა აქვს წამზღარებული სამყაროს ჩემეული კონცეფცია ანიმისტურია საგნები იდეები ქვები ყვავილები ადამიანები წვიმა და მზის შუქი გარკვეული აზრი თანაბრად ცოცხალია ჯერა რომ წერას და ნებისმიერ ხელოვნებას მეტი შეუძლია ვიდრე თქვენ გონიათ ეს შეზღუდვების გადალახვაა აი ამ შეზღუდვების გადალახვა არის ჩემთვის წერლობა და ზღაპრების წერაც ამიტომ არის ჩემთვის სახალისოც და მნიშვნელოვანიც ხო და ამაში რაღაცა ღრმად ჩამარხული შეიძლება არ უხდება ამ იმას
რაცა სიღრმისეული სიმართლე და სიღრმისეული ემპათია, ადამიანობა არის ამ ზღაპრულ ამბებში. მთელი ცხოვრება მე ვარ, ქვია, ამ პროტესტში, იმიტომ რომ როდესაც ვხედავ, რომ ეს არის ტყუილი და ეს არის მიუღებელი და არადამიანური და ყველანაირად ბოროტი და საძაგელი, რაღაც დონეზე ხმას ვიღებ, ლიდერი არასოდეს არ ყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა ჩემი პოზიცია. სასაკავშირო დროს რაღაც შინაგან ემიგრაციაში ვიყავით, მე და ჩემი მეგობრები. მე ეგეთი ტიპი ვიყავი, უბრალოდ ეგეთი, ქვია, 14 აპრილს ჩვენ გავედით, როცა ყველა გვეუბნებოდა, რომ გასვლა არ შეიძლება, დაიღუპებით, ჩვენი ლექტორები, ჩვენი ახლობლები ყველანი და ჩვენ მაინც გავრისკეთ, რომ ახალგაზრდები ვიყავით და სრულებით სისხლი გვიდუღდა, ასე ვთქვათ და ხო და მე მთელი ჩემი ცხოვრება ისე გავითარდა და ისე წავიდა, რომ სხვანაირად ვერ წარმომედგინა. ხა დისიდენტი არ ყოფილა იმ გაგებით, რომ არ ციხეში არ წავსულვარ, თქვათ, განსხვავებით სხვა აქტიური ახალგაზრდებისგან. მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიღებდი ამ ტყუილს, ამ ბოროტებას, ამ კომუნისტურ იდეოლოგიას, ჩემი მეგობრები და მეც მათ შორის უკვე კარგად ვაცნობიერებდით, რომ ეს ყველაფერი არის სიყალბე. და რადიო თავისუფლებას უსმენდი და ამერიკის ხმას და BBC. მინდა წარმოგიდგინოთ წიგნი, რომელიც მე ვთარგმნე და უკვე გამოიცა. ეს არის მიხაილ ეპშტეინის ესეების კრებულის პირველი მეორე განყოფილება. მე საერთოდ არ ვიცოდი მისი არსებობა. გავეცანი ამ ესეებს და მივხვდი, რომ აუცილებლად სათარგმნელია ეს ჩვენთვის და აუცილებლად წასაკითხია. იმიტომ რომ ეს არის რუსეთის ფენომენის სიღრმისეული, კომპლექსური, არსებითი ანალიზი. და რო წავიკითხე რამდენიმე ეს უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამეცნობიერებინა სინამდვილეში ჩვენი წარმოდგენა რუსეთზე მაინც ზედაპირულია. ეს წიგნი არის ანალიზი, როგორც უკვე ვთქვი, კომპლექსური, სიღრმისეული, არსებითი იმ დაპირისპირების, იმ კონფრონტაციის, რომელიც დღეს და რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებობს რეალურად. ის ამბობს, რომ ეს არის ცივილიზაციური განხეთქილება. რუსეთი უპირისპირდება დასავლეთს, ცივილიზებულ სამყაროს და ეს არ არის უბრალოდ უკრაინასთან ომი და უკრაინასთან მხოლოდ აი ამ სახით დაპირისპირება. ეს არის რეალური განხეთქილება ცივილიზაციური და ეპშტეინი წარმოაჩენს აი ამის საფუძვლებს. ეს ქვეყანა, ანუ რუსეთი, ყველას გამოიწვევს, აწვალებს, ამცირებს, მაგრამ იმავდროულად არ გააჩნია უნარი შექმნა საკუთარი ცივილიზაცია, რომლისკენ სხვა ხალხები თავისი ნებით წავიდოდნენ. რუსეთის ტრაგედია ისაა, რომ არასაკმარისად დამოუკიდებელი და შემოქმედებითია, რათა ააშენოს განსაკუთრებული ცივილიზაცია, რომელიც მეტოქეობას გაუწევდა დასავლეთის და აღმოსავლეთის დიდ ცივილიზაციებს. თანაც ის მეტისმეტად ვრცელი და ამაყია საიმისად, რომ სხვა ცივილიზაციების ნაწილი გახდეს. დამხმარეს როლს შეეგუოს. ასაკვირველია, დიდ ქვეყანასაც კი არ აქვს მოვალეობა შექმნა საკუთარი ცივილიზაცია.
არც ინდონეზია, არც პაკისტანი, არც ბრაზილია, არც ნიგერია, რომლებიც მოსახლეობის მხრივ დიდი ხანი აჭარბებენ რუსეთს, ამგვარ მიზანს არ ისახავენ. არადა ზუსტად ამას მუდმივად ცდილობს რუსეთი. ხან როგორც მესამე რომი, ჭეშმარიტი წმენის უკანასკნელი ციტადელი, ხან როგორც საბჭოთა კავშირი, რომელიც მსოფლიოს ნათელი მომავლისკენ გზას უკვალავდა, ხან როგორც ევრაზიის ცენტრი და ევრაზიულობის მედროშე, რომელიც ატლანტიზმს წინ აღუდგება. ყველა ეს მცდელობა კრახს განიცდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, კვლავაც მეორდება. რუსეთი ტანჯავს თავის თავსაც და სხვებსაც. ამაში მდგომარეობს მისი ეგზისტენცია, მისი მეთოდი შეახსენოს ყველას და საკუთარ თავს, რომ ცოცხალია. ამ ტანჯვის გარეშე ის უკვე დიდი ხანია მკვდარ უდაბნოდ გადაიქცეოდა და მხოლოდ ტანჯვა, რასაც სხვებსა და თავის თავს აყენებს, აცოცხლებს მას ისევე, როგორც მის შემოქმედებს, დაწყებული გოგოლით, დოსტოევსკითა და ტოლსტოით, დამთავრებული პლატონოვითა და სოლჟენიცინით. რუსული ეგზისტენცია არსებობდა საკუთარი თავისა და სხვების საწინააღმდეგოდ. იყოს პირველი თვით უარყოფასა და თვით ნგრევაში. საშიში და მტანჯველი ქვეყანაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა მისი მოსახლეობა ორ არათანაბარ ნაწილად გაიყოს. ლოთებად, ქურდებად, ნაძირლებად და წამებულებად და წმინდანებად. აქ ვამთავრებ ციტატას და ყველას მოგიწოდეთ მეგობრებო, რომ გაეცნოთ ამ ციკლს. საბაზე ვიმეორებ, საბაზე დევს უფასოდ, გამოიწერეთ, ჩამოტვირთეთ, წაიკითხეთ და გაავრცელეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.